მოგესალმებით ჩვენს ახალ განხილვაში. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ უძლებს ჩვენი ბებიების დატოვებული თუჯი სტაფები 10 წლეულებს, მაშინ როცა ჩვენი სრულიად ახალი, უძვირესი სმარტფონები რამდენიმე თვეში, ან საუკეთესო შემთხვევაში 1-2 წლის მერე უკვე მწყობრიდან გამოდის. მერწმუნეთ, ეს თქვენი წარმოსახვის ნაყოფი ნამდვილად არ არის. დღეს სწორედ ამ ერთი შეხედვით უხილავ საიდუმლოს ამოვხსნით და ერთად დავინახავთ, თუ რა იმალება თანამედროვე წარმოების კულისებს მიღმა. მოდით დავიწყოთ. მაშასე, მოდით პირდაპირ მთავარ კითხვაზე გადავიდეთ. რატომ ფუჭდება ჩვენი ნივთები ასე სწრაფად? საქმე იმაშია, რომ წარმოებას დღეს მხოლოდ ბაზრის სტანდარტული კანონები აღარ მართავს. აქ დაუწერელი წესები მოქმედებს. აი დაფიქრდით, რატომ ფუჭდება ნივთი ზუსტად დიახ, ზუსტად მაშინ, როცა ბანკში სესხის ბოლოს შენატანს ვაკეთებთ. თითქოს შიგნით რაღაც უხილავი საათი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც ამ გადამწყვეტ მომენტში ირთვება. ეს ხომ ჩვენი საერთო ყოველდღიური იმედგაცრუებაა, რომელიც ალბათ ყველას გამოგვიცდია საკუთარ თავზე. იქნება ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ჩვენი საყვარელი პერსონალური ელექტრონიკა. მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს ყველაფერი. ყველას კარგად გვახსოვს ძველი ტელეფონების, თუნდაც იმ ძველი iPod-ების ბატარეები, რომლებიც ერთ დღესაც უბრალოდ კვდება და დატენვას საერთოდ აღარ აქვს აზრი. ან კიდევ წარმოიდგინეთ პრინტერი სახლში ან ოფისში. ის ჯიუტად უარს ამბობს მუშაობაზე და გატყობინებთ, რომ მელანი გათავდა, მიუხედავად იმისა, რომ კარტრიჯი ფიზიკურად სავსეა. ეს ხომ ნამდვილი კოშმარია. დაუმატეთ ამას პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოულოდნელად რაღაც განახლების შემდეგ აღარ ხსნის თქვენს ძველ ძალიან მნიშვნელოვან ფაილებს. და ალბათ ყველაზე აბსურდული რეალობა, როდესაც სერვის ცენტრში მიდიხართ, ეკრანის ან რაიმე მცირე ნაწილის შეკეთება ხშირად იმდენივე ჯდება, რაც მაღაზიაში შესვლა და სრულიად ახალი მოდელის ყიდვა. დაუჯერებელია, არა? იმისათვის, რომ ეს სიმპტომები კარგად გავიგოთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ფარულ სტრატეგიაზე, რომელიც ამ მუდმივი ყიდვა-გადაგდების ციკლის უკან დგას. ამ ყოველდღიური სიმპტომების უკან ძალიან კონკრეტული, კარგად გათვლილი დამნაშავე დგას, რომელსაც ეკონომიკაში დაგეგმილი მოძველება ეწოდება. რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ თქვათ, კომპანიები ინჟინერული სიზუსტით სრულიად ხელოვნურად უშენებენ თქვენს ნივთებს სიცოცხლის ხანმოკლე ვადას. წარმოიდგინეთ, დღეს უნივერსიტეტებში ინდუსტრიულ დიზაინერებსა და ინჟინერებს პირდაპირ ასწავლიან, როგორ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საკმარისად კარგია იმისთვის, რომ თქვენის იყიდოთ, მაგრამ საკმარისად მყიფეა იმისთვის, რომ მალევე შესაძლებელი გახდეს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მომხმარებლები ისევ და ისევ დავბრუნდეთ მაღაზიაში. ახლა, თუ თანამედროვე მარკეტინგის სტრუქტურას ოდნავ უფრო ფართო კუთხით შევხედავთ, სამ მთავარ საყრდენს დავინახავთ. კრედიტი გვაძლევს ფინანსურ საშუალებას, რომ ვიყიდოთ ის, რისი ფულიც რეალურად არ გვაქვს, რეკლამა გვიჩენს სურვილს და გვარწმუნებს, რომ ეს ახალი ნივთი ნამდვილ ბედნიერებას მოგვიტანს, მაგრამ ისიც რა არის ყველაზე საინტერესო? სწორედ დაგეგმილი მოძველებაა ის სტრუქტურული, ფუნდამენტური მახე, რომელიც ამ დაუსრულებელ ციკლს კრავს. ის გვაიძულებს, რომ რეკლამისა და კრედიტის მსხვერპლნი მხოლოდ ერთხელ კი არა მუდმივად ვიყოთ. ახლა კი, მოდით პატარა ისტორიული გამოძიება ჩავატაროთ, რათა დავწუნდეთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ახალი შეთქმულების თეორია ნამდვილად არ არის. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მუდმივი განახლების იძულება მხოლოდ ჩვენი ციფრული ეპოქის ტრენდია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან იწყება. 1929 წლის დიდმა დეპრესიამ გლობალური ეკონომიკა ისე შეარყია, რომ ქარხნები დაიხურა და ხალხმა ყიდვა ფაქტობრივად შეწყვიტა. მწარმოებლები პანიკაში იყვნენ. გამოსავლის ძიებაში ერთმა ბროკერმა, ბერნარდ ლონდონმა, სრულიად რადიკალური იდეა წამოაყენა. მან მოითხოვა, რომ პროდუქტებს სავალდებულო მოხმარების ვადა უნდა ჰქონოდათ, თანაც კანონით. მისი მიზანი საზოგადოებაში იმ აზრის დანერგვა იყო, რომ ყიდვა პატრიოტიზმია, ანუ თუ ძველ ნივთს აგდებ და ახალს ყიდულობ, შენ ქარხნებს ამუშავებ და ეკონომიკას აცოცხლებ. აი აქ კი ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავდივართ. 1000 საათი. ეს უბრალოდ რიცხვი არ გეგონოთ, ეს ის ზღვარია, რომელმაც ინდუსტრიული სამყაროს სამუდამოდ შეცვალა. 1924 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული ფიობსის კარტელი, მსოფლიოში უმსხვილესი ნათურების მწარმოებლების საიდუმლო გაერთიანება. მათ ძალიან კონკრეტული და ცოტა არ იყოს შოკის მომგორელი შეთანხმება დადეს. ისინი ფინანსურად აჯარიმებდნენ საკუთარ წევრ ქარხნებს, თუ მათი ნათურები 1000 საათზე მეტხანს იმუშავებდა. წარმოგიდგენიათ? მათ ხელოვნურად შეამცირეს თომას ედისონის მიერ მანამდე დადგენილი 2500 საათიანი სტანდარტი. ნათურები უბრალოდ ზედმეტად კარგად, ზედმეტად დიდხანს ანათებდნენ და ეს პირდაპირ კლავდა მათ ბიზნესს. ის, რასაც ახლა ამ სლაიდზე ხედავთ, ნამდვილად საყურადღებოა. ეს მომგებიანი პრაქტიკა მალევე სხვა ინდუსტრიებსაც მოედო. მაგალითად, 1940-იან წლებში კომპანია დუპონტმა ახალი მასალა ნეილონი შექმნა და მისგან ქალის წინდების წარმოება დაიწყო. ინჟინრებმა თავისი საქმე იმდენად იდეალურად შეასრულეს, რომ ეს წინდები ფაქტობრივად არ იხეოდა.
ქალები აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ გაყიდვების დეპარტამენტი პანიკაში ჩავარდა. და როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა კომპანიამ? მათ ინჟინერებს პირდაპირ მოსთხოვეს ქსოვის ტექნოლოგიის შეცვლა და ხარისხის გაუარესება. დიახ, პროდუქტი უბრალოდ ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ყოფილიყო. კარგი, ისტორია გასაგებია, მაგრამ მოდით ვნახოთ, რა ხდება დღეს და როგორ გვაბამენ მახეში თანამედროვე ტექნოლოგიური გიგანტები. ისტორიული იდეები დღეს არსად გამქრალა, პირიქით გაცილებით დახვეწილი გახდა. ავიღოთ მაგალითად ფსიქოლოგიური მოძველება. თქვენი აბსოლუტურად იდეალურად მომუშავე ტელეფონი უცებ რაღაცნაირად ძველად გეჩვენებათ უბრალოდ იმიტომ, რომ ახალ მოდელში კამერა ოდნავ სხვაგვარადაა განლაგებული, არ სულაც ახალი ფერი გამოვიდა. მერე მოდის ფუნქციური მოძველება. ამატებენ ერთ თითქოს უმნიშვნელო დეტალს, თუნდაც გადადიან ახალ USB-C პორტზე და უცებ თქვენი საყვარელი ყურსასმენი თუ დამტენი სრულიად გამოუსადეგარი ხდება ახალ აქსესუარებთან. ფაქტობრივად იძულებული ხართ მთელი ეკოსისტემა თავიდან იყიდოთ. ნაცნობი სიტუაცია არა? და სამწუხაროდ ეს მხოლოდ დიზაინი და მარკეტინგი არ არის. ჩვენ სრულიად რეალურ, ფიზიკურ და პროგრამულ ბარიერებს ვაწყდებით. დღეს სმარტფონებსა და ლეპტოპებში ბატარეები პირდაპირ წებოთი არის ჩამაგრებული, რომ სახლის პირობებში შემთხვევითაც ვერ შეცვალოთ. ყველას კარგად გვახსოვს 2017 წლის სკანდალური Battlegate, როდესაც დადასტურდა, რომ პროგრამული განახლება ძველ ტელეფონებს ხელოვნურად, ფარულად უნელებდა მუშაობას. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს პრინტერებში ჩაშენებული ის ეშმაკური ფარული ტაიმერები, რომლებიც ითვლიან დაბეჭდილი ფურცლების რაოდენობას და ლიმიტის ამოწურვის შემდეგ აპარატს სრულად ბლოკავენ, მაშინაც კი, როცა შიგნით ყველაფერი იდეალურ წესრიგშია. ახლა კი, მონით ვნახოთ, როგორ მივედით აქამდე და რა ძირეული განსხვავებაა ჩვენი ბებია-ბაბუების ეპოქასა და ჩვენს რეალობას შორის. როგორც ამ შედარებიდან ჩანს, კონტრასტი უზარმაზარია. 1950-იანი თუ 70-იანი წლების შუალედში ადამიანები ნივთებს მემკვიდრეობით სატარებლად ყიდულობდნენ. მაცივარი თუ სარეცხი მანქანა გათვლილი იყო იმაზე, რომ 10 წლეულები ემუშავა. თუ რამე გაფუჩდებოდა, მისი შეკეთება ლოგიკური და მარტივი ნაბიჯი იყო. დღეს კი ნამდვილად გამოწერა და გადაყრის კულტურაში ვცხოვრობთ. ტექნიკა ქარხნულად დალუქულია, ხრახნებიც კი სპეციფიკურია, მათი შეკეთების სხემები კი მწარმოებრების უმკაცრეს საიდუმლოებას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნივთის საწყის ეტაპზე შეიძლება ბევრად იაფი გვეჩვენება, მისი მუდმივი ჩანაცვლების გამო საბოლოო ჯამში ჩვენი ჯიბიდან ბევრად მეც ვიხდით. თუმცა, ნუ შევშინდებით, მადით იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან. მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ჩვენ არ ვართ უძლურები. ჩვენი მოხმარების ჩვევების შეცვლით ნამდვილად შეგვიძლია მოჯადოებული ციკლის გარღვევა. პირველი ოქროს წესი. ნუ იყიდით ახალ მოდელს გამოსვლისთანავე. დაელოდეთ 2-3 თვე, რომ ემოციურმა ფონმა გადაიაროს და პირველადმა ხარვეზებმა სხვების გამოცდილებაზე იჩინოს თავი. მეორე, ეცადეთ იყიდოთ ისეთი ბრენდები, რომლებიც არ ართულებენ ტექნიკის შეკეთებას. დღეს მსოფლიოში უზარმაზარ ძალას იძენს მოძრაობა სახელწოდებით შეკეთების უფლება, ანუ right to repair. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, სადაც ასწავლიან, როგორ შევაკეთოთ მარტივი ნაწილები დამოუკიდებლად. და რა თქმა უნდა, ნუ მოგერიდებათ მეორადი, მაგრამ ხარისხიანი ნივთების შეძენა. ეს არა მხოლოდ ფულს გიზოგავთ, არამედ პირდაპირ ამცირებს მოთხოვნას ახალ წარმოებაზე. და ბოლოს, მინდა ერთი მნიშვნელოვანი აზრი გაგიზიაროთ. დაგეგმილი მოძველება სინამდვილეში ფარულ, მუდმივ ეკონომიკურ სესხს გავს. თავიდან თითქოს ცოტას ვიხდით, მაგრამ განმეორებითი, იძულებითი ყიდვით, წლების განმავლობაში საბოლოოდ ძალიან ბევრს ვკარგავთ. ასე რომ, როდესაც შემდეგ ჯერზე ახალი გაჯეტის შეძენას გადაწყვეტთ, ერთი წამით შეჩერდით და კითხეთ საკუთარ თავს. ნამდვილად მჭირდება ახალი, თუ შემიძლია ძველის გადარჩენა. ყოველთვის გახსოვდეთ, შეაკეთეთ, ვიდრე გადააგდებთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით, იმედია ეს განხილვა დაგეხმარებათ შემდეგი შენაძენისას უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.